მოვიდა? ამაღლობილი არ გეძინა ამე. აღმოსულა რა? არა ბატონო. მოგწევისა? გამარჯობათ ბატონო. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, კარგად ბატონო. ტელეფონი. გისმენთ ბატონო. დიახ, პროკურატურა გახლავთ ბატონო. ბატონო? არა ბატონო, არა. მე მარიკა არა ვარ. დამლაგებელი ვარ ბატონო. არაფერს ბატონო, არაფერს. ეს სიგარეტები გადაეცით? უთხარით ამაღლებელმა დაგიტოვოთ. კი ბატონო. ბავშვები როგორ აქვთ? ბავშვები? დიახ. ბავშვები არ ამყავს ბატონო. მართალი ბრძანდებით, ბავშვები არ აქვთ. უკაცრავად? დიახ. როგორ აქვთ? კარგად. დადგენილება მიღებულია 15 მაისს. არაფერს. თქვენ გიხსნით? ეს მიიღო. ასაგებია. ჩადრიშულთან. ჩადრიშულ. გადი. გისო ბატონო შენ იცახა, გადი, მიხვე გარე. მომაბეზრა თავი რა. თუ შეიძლება მე გაბდობ ბატონო, გადავანებე თავი. გამარჯობათ. რაგნებავთ. აი ეს მივიღე და მოიხადე ხუდი. მოიდახა. თავხედი ხარ. მომეცეკა. გუჯაბი. არ არის ბატონო ჩოდრიშვილი. კაპიტან მარიკა, თქვენ გეშლებათ ჩოდრიშვილი ოთახშია. ეგ შენი საქმე არა, შენ თავს მოვარე. ოთახშია და შენ ფუნქციებში ნუეჭრებით. რა შეშია? ოთახშია და ატყუა. არ არის შენი საქმე. რეკე შენ არ გიძებ, თავხედო შენა. მე რამდენიჯერ აკეთებ? უზრდელი ხარ და მეტი არაფერი. ნატო. შეიძლება? დიახ. აი ეს მივიღე და გუჯაბიძე. დიახ. ხო, თქვენისთან ახლა. ხო, გასაგები. გუჯაბიძე, ალბათ იცი რა აზრით ხარ დაბარებული? არა? არა? დაახლოებით. მაშ დაახლოებით. მე ამბე როგორ იყო საქმე? თევზაობდი. თევზაობდი. დამაკავეს. არ შეიძლება? კი ბატონო. მერე? ეს იყო და ეს. თან ამონალი ქონია. არა მიფეთქები. ისეთ რა მე მხოლოდ ბადით თევზაობდი. ამ დროს ბადით თევზაობაც ბრაკონიერობა. ეს არ ვიცოდი. მარტო არ ყოფილ ხარ. არა მარტო ვიყავი. აქტში წერია რომ კიდე ორნი იყვნენ. ისინი არ თევზაობდნენ, ისე იდგნენ ნაპირზე. შენი უფროსებია? ხო, გზის მშენებელი ინჟინერი და ბრიგადირი, მაგრამ ისინი არ თევზაობდნენ. ამონალი? რა ამონალი? რაში გჭირდება ამონალი? იცით რა, გზის გასაყვანად ხმარობ. გზას ვაფეთქებთ. გუჯაბიძე, თევზაობის დროს რაში გჭირდებოდა ამონალი? საწყობის გამო წასული იყო, დარჩა და ვეღარ ჩავაბარე. ეს არის სულ? ეს არის? ხა კი მე გეტყვი როგორ იყო საქმე. თბილისიდან სტუმარი გესტუმრა. სათევზაოდ 3 მიწადით. აი როცა წაგასწრეს, უფროსებმა დაგანამუსეს, დანაშაული შენ თავზე აიღე და ჩვენ როგორმე გიშველითო. ხომ ასე იყო?
თუ ყველაფერი იცით, რაღაც მეკითხებით. შემოდი ჩემთან. მოდი. დაჯექი აქ. დაწერე. ეხლა მო. წერე. მოდი მოიხადე. კი ბატონო. გამარჯობათ. შეიძლება? რა გნებავთ ბატონო? მე ჩოდრიშვილთან შოდრიშვილი არ გახლა. არა, იცით რა? რა, მაინც. არა, არ შეიძლება რა. გასულია და ეხლავე მოვა. და ვინ გეკითხება გოგო შენ? გაჩვენე დეტი ამ შენადგილზე. როგორ შეიძლება რამდენი არ არის შემისაკმე, სულ რომ აქ შეუშა ბატონო მე საწავალ მაშინ. დამზადის მოიწმინეთ. მე ხომ იცნობ თქვენ. არა, მე არ გისვამთ თქვენ არ გისვამთ. პირად ხელად. არა. როგორ გამოვიდა შეიძლება აქ. მარიკა ეს რა წესია ეს? ეგ არ არის შემისაკმე, თავხედი ხარ შენა. კარგით, ნუ ეხლა. პურიერი, გამოვიდა აქ. რატო? მოდი. მარიკა, დამიცემ. წერე გუჯაბი. მოდი. არა გიცდი ვიფიქრე შესვენებაზე გამოვამო. მოდი. დაჭი. რაგონიერია, გუჯაბი. დაჭი. რამდენი ხანია შენ აქ მუშაობ? ერთი წელი. აი 365 დღეა მე ასე დღეში. კარგი რამე. თუ გუშინ სახში გამოგიარი არ იყავი. მოვედი აქ ფანჯარაში სინათლეები. რატო არ მოხვდი? შემოსული. თუ ეხლა დღისით მზისით არ მიშვებდა ეს შენი dio ვინ არის? და ღამეში მომიშვებდა? წერს. შენ ფორმა რატო არ გაცვე? უფრო მეტად რომ არ შეგაში. ბოდი შეიძლება ერთი ფურცელი. შეიძლება წერე გუჯები. მადლობა. თა გიყურებ და ვეღარ გწნობ. აღარ მოგწენა. რა, მე განაუდისმე მithქვამს, მომწონ ხარ. კი, ერთხელ, მაგრამ ალბათ არ გახსოვს. თუ შეიძლება კიდე ერთი ფურცელი. წერე გუჯებიძე, შეიძლება. მადლობა. Добрый. ის ჩოდრიშვილი მოვიდა. ეხლავე. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობა, დაისვენ. მადლობა. დიახ. გამარჯობათ მიხეილ. კი ბატონო. შეძრება. მოდი. კარგი, ეხლა მოვა. хорошо. კარგი ბატონო. ფაქტის ამბავს ალბათ გაიგებდი. ამ დილით მითხრა მარიკამ. მოკლედ 1-2 საათის დაგვიანება და შეიძლება ოპერაცია არ დამთავრებულიყო, მაგრამ ალბათ მარც ყველაფერი რიგზია, აპენდიციტია. კი. შენ ეს მითხარი, ბევრი საქმე გაქვს? არც ისე და არც მაინდა მაინც რთული.
მაშინ აი დროებით უნდა გასწიო ბახტაძის მაგიერება, ეს მის საქმეები ეს ერთი. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასწრაფო ეს მეორე საქმეა, ხიდის საქმე. ბახტაძემ გამოძიება თითქმის დაამთავრა. მოწმეები დაკითხულია. ერთი მათგანი პასუხისგებაშია მიცემული. ერთ სიტყვით გადახედე და ორ დღეში უნდა გაგზავნო. გასაგებია. სასამართლოში თორემ გუშინას დარეკეს ქალაქკომიდან. ხიდის აღდგენა უნდა დაიწყონ და თურმე ჩვენ უშლით ხელს. გასაგებია. მე მალე მოვა. ეს მითხარი რა არის შენ? რა? რაღაც საღელვებულს გავხარ. არა. ჰა? არა. ჩო? არა. კარგი ბატონო. მალე მოვა. გამარჯობათ. აქ არის. რა მოგივიდა ხოლმე? გაბძანდ. გამოდი ჩემთან. საპატივცემულო შეიძლება ერთი ფურცელი არ ვიყო. რას წერ თუ ძმა ხარ ამისთანაც რომ გაანადგურეს ამდენი ფურცელი. შენ რაღაც ძალიან მეცნობ. ხო, შეიძლება ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. არა, მაგას არ გეკითხები. ჩვენს ინსტიტუტში ხომ არ სწავლობ დაუსწრებელ განყოფილებაზე. არა, მე მუშა ვარ, მუშა. ისა, ბოდიში თუ შეიძლება. დინარეში თუ მდინარეზე. დინარეში? მადლობთ. არა, მოიცა. დინარეზე. არა, მოიცა. დაამთავრე ბიჭო. ხალხადონა პროკურორი, წავა რა სახში დავწერე. გაქვს იმ კაცი არა ვარ. წერდი. მადლობთ. ორშაბათს მოხვალ. კი ბატონო. ყველაფერი რაც საჭიროა ისე უნდა. კი ბატონო. სიმართლე უნდა დაწერო. აგაბზანდებოდი. კარგი ხარ. აი, რა მინდა? რაღაც უნდა გითხრა. თუ რას მეწმე ხარ, მამա? საღამოსახლში იქნები. გამოგივა. და ჩვენ წავალთ კინოში. კინოში. ხო. გაკი. მაგრამ შენ თავარი სათქმელი არ გიტყვს. როგორ მიხდა? მე კრიმინალისტი ვარ და ადამიანის აზრებს გითხარ.
იცი? მე შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავნო. რამდენი ხარ? ერთი წლით. ერთი წლით? ხო. მაგრამ იცი, არის ერთი კანდიდატურა, რომელსაც აქვს გარკვეული უპირატესობა ამ საქმეში. რა, თუ შენზე ნიჭიერი. არა, აბა, არა, უბრალოდ ცოლიანია. ხო, ცოლიანი. მე ცოლის მოყვანას რა დიდი დრო უნდა. ისმენთ რას მიყვილი ხარ, რომ მიყვილი ხარ, შენი ბავშვი არ თუ რა ვარ? დაუწია ხმაზე ესე მელაპარაკე, რა გინდა, ვინ გინდა? ვინ არის ნანა? კურიერი ჩვენი, არ გახვალ ბატონო და არც იქნება და არ დარეკო მაგასთან. დარეკეთ სახლში, თუ გინდათ მაგის ნახვა. უყურ ერთი ამ თავხეთ, დაუწია ხმას და შეგეუნები. დაუწია ხმას. უყურ ერთი ამას. დიახ. გისმენთ ბატონო. დიახ. დიახ. ქალაქის პროკურორის თანაშემწე. გისმენთ. დიახ. არ შეიძლება სხვა დროისათვის გადავდოთ. დიახ. გასაგებია. ჩაიშალა. მოიწერა ერთი წუთით მასწავლე. გიქრა ეხლა. ნუ არა უშავს რა მოხდა? დღეს არა ხვალ წავარ. სხვა დროისათვის გადავდოთ ეხლა. იმიტომ არ შემიძლია რომ კრებულზე. ვიცი, გასაგებია. არ შეიძლება რომ არ მივიდე. გასაგებია. კარგია. ხო, კაფ წავიდე. მოიცადე რა, ნუ ბრაზობ. მე არ ჩემ თავზე ვბრასობ. მე გეტყვი ერთ მოიცა, რაღაცას. მე გეტყვი. ხო. იცი რა? რა. აი, როდესაც მოიცი, ხო. ადე კიდე ეს უწყება გამომიგზავნე და მოვა. რა. შეიძლება ქალბატონო. და დამაცადეთ ქალბატონო, გადამაყოლაბეთ ეს ერთი ყლუპი წყალი, არ შეიძლება, არა მაქვს უფლება. მოგძანდით, რა გნებავთ, მითხარით, რა გნებავთ. რა გნებავთ, მითხარით. იცით რაშია საქმე ქალბატონო. მე დღეს ბახტაძესთან ვარ დაბარებული. ბახტაძე ერთვეს არ იქნება. რა შვებულებაშია ქალბატონო. ოპერაცია გაიგეთ, ბატონო, ოპერაცია. იცით მე დღეისათვის ვიყავი დაბარებული. ნუ ჩოდრიშვილი მიგიღებთ ქალბატონო, მეტი რა ვქნა, მიბრძანდით. მან. უკაცრავ. მალ, ქალბატონო, მიბრძანდით. უკაცრავად. იცით რაშია საქმე? მე დღეს ბახტაძესთან ვიყავი დაბარებული. ბახტაძე დიახ. არ იქნება.
აბად არისო. ერთი თვე არ იქნება ასე მითხრა. დიახ, არ იქნება. ხომ არ იცით, შეიძლება ჩოდრიშვილის ნახვა. მე გახლავართ ჩოდრიშვილი. არა, იცით, მე გამომძიებელი ჩოდრიშვილი მინდოდა. დიახ, გამომძიებელი ჩოდრიშვილი გახლავართ. რა შეასაკამო? რა საქმეზე ბრძანდებით? ქმრის საქმეზე. რაგვარია თქვენი ქმარი? გერონტი. გერონტი? გვარი? სართანია ქალბატონო. სართანია. სართანია. რა საქმეზეა დაბადებული? ხიდის საქმეზე. იცით ეს საქმე მე დღეს გადმოგწეს. რამდენადაც ვიცი, გამოძიება დამთავრებულია. დღეს თუ ხვალ ალბათ სასამართლოში გადავწევთ, ასე რომ მე ვერაფერს ვერ იცით რა შეასაქმე ქალბატონო. ბახტაძე მთხოვა რომ დამატებითი საბუთები მომეტანა. იქნებ საქმეში გამოგა. კი ბატონო. იცით, საცოდავი ჩემი ქმარი არ იყო უპატიოსნო კაცი და არავინ დამაკვედრა ორი ღერის სიტყვა. კი ბატონო. იცით, მედალიც აქვს მიღებული. За оборону Кавказа и за доблестный труд. კი ბატონო. გასაგებია. ამის ცნობაც მოვიტანეთ. კი ბატონო. ყველაფერი გასაგებია. უკაცრავ. არა. ნახავთ. შეგაწყვეტ. არაფერი. უკაცრავად ქალბატონო. იცით რა უნდა მეთქვა? ომის დროს 5000 მანეთი შეიტანა ტანკის ასაშენებლად. ამის ცნობასაც მოვიტან ქალბატონო. დიახ, მოიტანთ. ნაკლები. დიახ. უკაცრავ. არაფერს. ქალბატონო. იცით რა უნდა მეთქვა? იცით რა, მე ხა ჩემთვის ძალიან ძნელია პასუხი გაგცეთ, რადგანაც ჯერ საქმეს არ გავცნობი ვარ, მაგრამ რადგანაც თქვენი ქმარი დააპატიმრეს, ალბათ იყო ამის საბაბი, ასე რომ მე ვერაფერს ვერ დაგეხმარება. ეს წარსული საქმეა ქალბატონო. ახლა ვიღა გარკვევს მტყუანს და მართლს. ხიდს ის საცოდავი აშენებდა და იმან უნდა აქვს პასუხი. იცით, ამ ხიდის დანგრევამ დააქცია ჩემი ოჯახი. დამშვიდით ქალბატონო. მოდით ასე მოვიქცეთ. გამიერით სამშაბათს. შეიძლება ნახვისნებაც დაგრთოთ. ნახვისნება? დიახ. აუცილებლად. გერონტის ნახვისნება ქალბატონო. მადლობთ ქალბატონო. არაფერს ბატონო. დიდი მადლობა. არაფერს. უკაცრავ. ნახავ. იცით, გერონტის ნახვისნება დამიტეს ქალბატონო. ვინ არის გერონტი ქალბატონო? ჩემი ქმარი ქალბატონო. დიდი ქალბატონო, როგორ გეკადრებათ? მომწადით. რატომ აჩვენებთ ქალბატონო? ვით ვეღარ დაიგეთ? წავიდა ის დრო ქალბატონო. ვეღარ გადაეჩვია ეს ხალხი პირდაპირ. მოიცა. ბახვა გენაცოლე გავიგე რის თქმაც გინდა, მაგრამ ახლა მათქმევინე პასუხი ხო გინდა მაგაზე. მოიცა. ბახვა, მე მესმის და დარწმუნებული ვარ, რომ მოიცა, რომ ექსოსელიძე არაა პატიოსანი კაცი, მაგრამ მის მოქმედებას ვერცერთ მუხს ვერ მიუყენ, მოდი. ვერცერთ მუხს ვერ მიუყენებ, იურიდიულად ვერ შეედავები. მეჯი. ბახვა, იურიდიულად ბახვა დოლიძე. ოღო, გადავნა დღეშია. ბახვა. როგორ ახარ? შენ კარგად ხარ, კი ვიცი. ბიჭო, მაცალი ახლა 10 წუთია ლაპარაკობ. ერთი სიტყვა მოიცა ბახვა, მოიცა. მოდი ავტოინსპექციას გადავცეთ ეგ. ამარო დაამთავრო და მინეკე მე ეს. მართლა გადასარევი ამბავი რაღაც. არიცი შენ ეს საქმე? კაცო, ვინმე სოსელიძემ რუსეთში მანქანა შეიძინა მოსკვიჩში. მაგრამ აქ გაფორმება ვერაფრით ვერ მოახერხა. რა ქნა ახლა მოფიქრება ხომ უნდა. აქ სასამართლოს ძალით გაცილდა თავის ცოლს.
წავიდა რუსეთში. ეს მანქანის პატრონი გაჰყარა თავის ცოლს და ეს ქალი თვითონ შეირთო. ამ ქალმა ჩუქების სახით გაუფორმა ეს მანქანა სოსელიძეს, ასეთი წესი არსებობს. ამის შემდეგ ეს ქალი გაშორდა სოსელიძეს და თავის რუს ქმარს დაუბრუნდა. სოსელიძე ჩამობრძანდა ბატონო საქართველოში და ხელმეორედ იქორწინა თავის, რა დავარქვა, ყოფილ თუ პირველ. ესე იგი ნამდვილ ცოლთან. ვინ შეჭამა ვენახევით ამ ბატონო? რა შეშველება. რა მართლაც ვერაფერში ვერ შეედავები. ხედავ, გრძნობ ყოველი მისი ნაბიჯი ყალბია, მაგრამ კანონს არ ეწინააღმდეგება. იქნება ჯობდა ამდენი სიყალბის ნაცვლად ავტოინსპექციას თვალი დაეხუჭა და გაეფორმებინა ეს მანქანა სოციალიზმისათვის. დანაშემწევ. რა სიტყვა? ეს უკვე მეორე დანაშაული იქნებოდა. მე დავაგვიანე და ვიყურებ რა გინდა ჩქარა მითხარი. ჩხრაკის ორდერზეა ხელი მოსაწერი ბატონო. ეს სპეკულაციის საქმეა რა? კი ბატონო, შენ ერთი ეს მითხარი. რა გაქვს იმაზე ბრაკონიერებზე? არის ერთი საქმე. ახალგაზრდა მუშა ანზორ გუჯაბიძე. უფროსებიც ახდენ, მაგრამ გუჯაბიძე თავის თავზე იღებს დანაშაულს. თავის თავზე იღებს, ვაშკაცობს. საკმაოდ მოცვეთილი ხერხია. ალბათ ამიტომ მაბეზრებენ თავს მისი უფროსები. რა რიცხვია? ეს მითხარი. ხო და მისი მფარველები ალბათ შენს მოგძებნიან. ხომ იცი რა ამბავია, ახალი დადგენილება ამ ბრაკონიერებზე. ახლა თვითმფრინავები დაიწყეს კიდევ მან დაჭერა. ხო და იმას გეუბნებოდი, მისი მფარველები შენს მოგძებნიან და შენიც იმოქმედე კანონის სამეფო. მე 15 წუთში და ეს ხიდი. დაამთავრე? გავითვალე. ბახტაძე საკმაოდ ბევრი უმუშავია. ბევრი შემოგარგობია. 8 წელი გავიდა ამ ხიდის აშენებიდან. თითქოს გუშინი. როგორ გარბის ეს დრო, დიახ. ბერდებით არა ამ თანაგოთანაშემწევ. დიახ, ბატონო. კი ბატონო, თქვენი დრო მოდის. ეს რა არის დაუმატე რამე თუ რა? ეს ართანიას ცოლი იყო და დამატებით ეცნობები მოიდა. ართანიას ცოლი. მაგრამ არ მინდოდა და მეპატიმრებინა ეს ართანია, მაგრამ რა ვქნა მითხარი, ზარალი ძალიან დიდია. ეს ხიდი თავისთავად. მე ძვირფასი ტვირთიცავს მანქანა და დაღუპული მძღოლი. დააბეჭდინე მარიკას მიმართვა და დღესვე გაგზავნეს სასამართლოში, რომ მართლა აღარაა საშველი. ბატონო ირაკლი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმეში ყველაფერი რიგზე ვერაა. რომელ საქმეში? ხიდის. ხიდის? დიახ. გაზგულის? მაეჭვებს ავარიის მიზეზები. მე რა საბუთი გაქვს ამისა? მე ჩემი მოსაზრება მაქვს ბატონო ირაკლი. მაგას საბოლოოდ სასამართლო დაადგენს. მით უფრო რომ პროცესზე შენც იქნები. თუ გამოძიება საერთოდ მცდარი გზით არ არის წასული. ვერ გავიგე? არა, გავიგე. უყურე ამას. ესე იგი, შენ ეჭვი გეპარება ბახტაძის ობიექტურობაში, რა? ერთი შეხედვით თითქმის ყველაფერი რიგზეა. მოწმეთა ჩვენება, ექსპერტიზა, თვით ხიდის მშენებელი ინჟინრის ართანიას ჩვენებაც, მაგრამ მე მაქვს ჩემი მოსაზრება, რაც კიდევ მოითხოვს შემოწმებას. არა ბატონო, არა, მას ეს საქმე არ გამო. შენის მითხარი რა არის ამისთვის საჭირო? კიდევ რამოდენიმე დღე საქმის საბოლოოდ დამთავრებისათვის. საქმე დამთავრებულია. არა მგონია ბატონო. რატომ ეს საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ საქმეს? სულ 4 დღე. არ შემიძლია საახალწლოდ ხიდი რომ არ აღდგეს ყოვლად შეუძლებელია. 4 დღე არაფერს არ ცდილობს. კაცო. 4 დღე. ის კაცი დაჯექია, დაჯექი. კარგი ბატონო, დაუშვათ რომ მართლაც და გამოძიება თავიდანვე არასწორად წარიმართა. რა გამოდის მაშინ? მაშინ ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. რასაც ერთი თვე მაინც დაჭირდება, ხომ? შეიძლება უფრო მეტიც. ჩემი ბრალია შენ რა შუაში ხარ. მე უნდა დამემთავრებინა ეს საქმე და აღარ იქნებოდა ამდენი ლაპარაკი. თქვენ ახლად შეგიძლიათ ბატონო ირაკლი. შემეძლო, მოდი აქ. მაგრამ რა კი შენ უკვე ეჭვობ, აღარ შემიძლია. ამიტომ გთხოვთ 4 დღეს. დაჯექი აქ. რასაპირე ბატონო? პირველ რიგში სართანიას დაკითხვას. სართანია რამდენჯერმეა დაკითხული, ერთ-ერთ დაკითხვას მეც ვესწრებოდი. მეც მინდა დავესწრო, რაც არ უნდა იყოს, მე უნდა მივიღო მონაწილეობა პროცესში. არა. ხედავ, ბახტაძის ბრმანაწლავი მე მიჯდება აქ ფასად.
გაძლევ კიდევ 3 დღეს. კი ბატონო. მოიცა 5 შაბათს დილით ეგ საქმე დამთავრებული აქ უნდა იდოს. მაგიდას. ეს ბახტაძე თუ ინახულეს ავადმყოფოში, რაც არ უნდა იყოს კოლეგაა შენ. დიახ, ვინახულეთ, მე და მარიკა. მოდი აქ, მოდი. აქ მოდი აქ. შენ და მე და მარიკა ვიყავით ამ დილით. მერე, ბრავო, როგორ ავადმყოფი, რა შვება? ნუ რა შვება, არაფერს არ ვიცი, წელს სიცხე აქ გამინდაო. სამინდაო და ბატონი რაკის. ფლიდი. დიახ. ო ბაბუ მე ვარ. კი ბაბუ აგერ მაგ. ხო გითხარი? აქ არის ახლა, მოგიტან. მოგიტან, კარგი ახლა უნდა დაიწყე. ნუ იცი ჩაციება, მოგიტან, როცა დრო და საშუალება მექნება, მოგიტან. ო. მოიცა. მე შენ ყური რომ უნდა გიწიე თუ იცი ეს ამბავი. ხო, რატომ? არის ხომ რატომ? რა უთხარი ბიჭო, ბებია შენს გუშინ, რა უთხარი, არ გახსოვს. ბებიკო მოემზადე, ცოლად უნდა გითხო. რა არის, რა მგათქმევინა? ვისეცინება? კუთხეში, 10 წუთი კუთხეში. დიახ. მე ვარ. დიახ ბატონო, ირაკლი. დაჯექი. ოხ, რა ხარ შენ. ერთი სიტყვით მე აქ ვარ და თუ რაიმეში დაგჭირდე, დარეკი ან შემოდი. საფთანია მოიყვანე. შემოიყვანე. დაბრძანეთ. მადლობთ. გამომძიებელი ბახტაძე მოულოდნელად თავად გახდა და ამჟამად ხიდის საქმეს მე ვიძიებ. ვიცი. უკვე იცით? თქვენ წარმოიდგინეთ, ვიცი. დაბრძანეთ. მე იმისთვის გამოგიძახეთ, რომ კიდევ ერთხელ გაგესაუბროთ. დიახ. ხომ არაფერს დაუმატებთ თქვენს ჩვენებას. პატივცემული ბახტაძე რამდენჯერმე მესაუბრა. დიახ. ასე რომ არაფერს. იქნებ რაიმე სათხოვარი გაქვთ? მაქვს. დიახ. გთხოვთ დააჩქაროთ სასამართლო. გამოძიება თითქმის უკვე დამთავრებულია. თქვენ ალბათ იცით, რა სითვალისწინებს მუხლი, რომელსაც ბრალდება გიყენებთ. ვიცი. ალბათ სასამართლო პროცესზე აპირებთ ჩვენების შეცვლას. ჩემი დამცველი შეეცდება ალბათ შეამსუბუქოს ჩემი დანაშაული. მე მინდოდა რამოდენიმე შეკითხვა მომეცა თქვენთვის.
ხიდის მშენებლობას თქვენ ხელმძღვანელობდით და ბუნებრივია, რომ მთელი ეს პასუხისმგებლობას თქვენ გეკისრებათ. მე უკვე შევეჩვიე ამ აზრს. გამოძიებას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს ავარიის მიზეზები. თქვენ თავდაპირველად გამოთქვით აზრი, რომ საამშენებლო მასალა არ იყო ხარისხიანი. მე ახლაც ვეჭვობ ამას. მაგრამ საკმაოდ ავტორიტეტული ექსპერტიზა ამტკიცებს, რომ მშენებლებს ამარაგებდნენ ხარისხიანი მასალით. შეიძლება ასეც იყო. საბოლოოდ კი დადგინდა. ხიდისათვის განკუთვნილი მასალა მშენებლებმა მთლიანად არ გამოიყენეს დანიშნულებისამებრ დაარღვიეს ტექნიკური ნორმები, რამაც გამოიწვია ავარია. წყალდიდობა რომ არა, ხიდი ახლაც იქნებოდა. ასეთმა ხიდმა სულ ცოტა ნახევარი საუკუნე მაინც უნდა გაჩნდეს. დიახ. მაგრამ ხიდი დაინგრა აშენებიდან 8 წლის შემდეგ. დიახ. ასე არ შეიძლება თქვენ ყველაფერზე მეთანხმებით. მე დავიღალე ამდენ კითხვებზე პასუხის გაცემით. მაპატიეთ. თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ხიდის ავარიის მიზეზი მხოლოდ უხარისხო მასალა იყო. ახლა ამის მტკიცება შეუძლებელია. ხოლო მტკიცება იმისა, რომ მშენებლებმა გაანიავეს მასალა, გაყიდეს, რომ რაღაც დააკლეს მშენებლობას, ახლა ძალზე იოლია და თან ყველასათვის ხელსაყრელი. მე კიდევ ერთხელ გაგითხებით. ეჭვობთ თუ არა ავარიის რაიმე სხვა მიზეზს. მე არაფრის დამტკიცება არ შემიძლია. მე კი არ შემიძლია პროცესზე გამოსვლა და თქვენი გადანაშაულება. რადგანაც არ ვიცი რა იყო მთავარი მიზეზი. ყველა საბუთი ჩემს წინააღმდეგ ლაპარაკობს. დიახ. არა. არ მცალია. თქვენი მეუღლე იყო ჩემთან. შეიძლება ნახვის ნებაც დაგრთოთ. მე გთხოვთ ნუ იზამთ ამას. რატომ? მე თქვენ ხელა ქალიშვილი მყავს. არ ჩემს მეუღლეს, არც შვილსა და არც შვილიშვილებს არ ჯერათ ჩემი ავკაცობის. და სანამ ისინი ვერ ვხედავენ აი ასეთ მდგომარეობაში, მე მათ თვალში ჯერ კიდევ პატიოსან კაცად ვშები, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ მისცემთ მათ ჩემი ნახვის ნებას. ჯერჯერობით არც მე არ გადანაშაულებ, რადგანაც არა მაქვს ამის უფლება. არა ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მე მადლობელი ვარ თანაგრძნობისათვის. ბატონო გერონტი, აი თქვენ როგორც ხიდის მშენებელ ინჟინერს, შეიძლება გქონდეთ რაიმე შენიშვნა ან ეჭვი პროექტის გარშემო. მაშინ არავითარი. ახლა? ახლა ძალიან დიდი დრო გავიდა, ასე რომ დიახ. იცით რა, აი საქმეში არის აი ესეთი საბუთი, რომ ხიდების სპეციალისტები დავეჯითებით ამტკიცებენ. ხიდის აგება ძველ ბურჯებზე სავსებით მიზან შეწონილია და არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული. დიახ. თიმეორებ, ხიდის აგება ძველ ბურჯებზე სავსებით მიზან შეწონილია და არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული. რამ გამოიწვია ასეთი ავტორიტეტული ექსპერტების დასკვნის აუცილებლობა? შეიძლება არსებობდა სხვა აზრი, რომ მაგალითად ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება სახიფათოა. არ ვიცი. გთხოვთ გაიხსენოთ ბატონო გერონტი. მე არაფრის დამატება არ შემიძლია. სასამართლო პროცესზეც ამას ვეიტყვით? დიახ. კარგით, ამით დავამთავრებთ. შეიძლება ერთი რამ გკითხოთ. ბრძანეთ. გამოძიება ამით დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს. არა მგონია. რაღა დარჩა? პასუხი. ერთ კითხვაზე. არსებობდა თუ არა სხვა აზრი პროექტის გარშემო? ვის დასჭირდა დასკვნა ძველი ბურჯების ვარგისიანობაზე? ამის ძიება ძალიან შორს საგიყვანთ. სხვა გზა არაა.
არც გირჩევთ. მე ბოლომდე არ ამბობ სათქმელს. რა გაეწყობა? წაიყვანო. არის ერთი კაცი, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს თქვენს კითხვებს. ვინ არის ეს კაცი? ინჟინერი გიორგი გორდეზიანი, ამჟამად პენსიონერი. გამარჯობა. გამარჯობა. მოვიტანე. გამარჯობა. გუჯობიძე. იახ. რაც აქ დაგიწერია, სასამართლო აღარც არის საჭირო. შეგიძლია შენივე ფეხით წაბრძანდე ციხეში. თქვენ არ მითხარით სიმართლე დაწერება? კი, ყველაფერი სიმართლეა, იმის გარდა რომ მარტო იყავი. იცით რა, ეს უკვე ნამუსის საქმეა. დაკითხვა აღარც არის საჭირო. შენი ახსნა განმარტება საკმარისია რომ მოგისაჯო. რა უყოთ მე? საცხოთ ისიც მარა, მან რომ ო, დაგიწერე. ამონალის აფეთქებასაც ვაპირებდი, მილიციას რომ არ მოესწრო. ასე იყო. გუჯობიძე, ვისი ან რისი იმედი გაქვს? ხომ არ გონია შენი უფროსები გიშველია? იცით რა, მე ისინი გავაფრთხილეთ ჩემთვის, ხმა არსად არ დაძრან. არ მჭირდება მე მაგათ დახმარება. გიჟი ხო არა ხარ? რა, ო, გიჟიო? გიჟიო, აბარა. ასია, კაციო მას. დამლაგებელი ხარ, არ ვიცი, აქ ხომუშო. ხულიგანი. კი ბატონო, წამოვალ, არ მეშინია. ბრაკონიერი ვარ. გაგა ბრაკონიერი მე. შედი ჩოდრიშვილთან შედი მოგივლის. მოდი აქ დაჯექი. დაჯექი აქ. არ ცხენია? ამხელა. აბავე რა ხდება? იბძანეთ მოქალაქე რა შეს. იბძანეთ. არ ცხენია გუჯობიძე. ამხელა კაცი. კომკავშირელი ხარ? კომკავშირელი. ვარ. სწავლობ? კი, სწავლობ. აგერ ბაბარებ ჩვენს ინსტიტუტში ხან დასწრებულზე, ხან დაუსწრებელზე, მაგრამ რა თქინდა? პირველ წელიწად 17 ქულა მოვაგროვე, 18-იანები მიიღეს. მეორე წელიწად 19 ქულა დავაგროვე, 20-იანები მიიღეს. იცი რა, მეც აღარც ვაპირებ ჩაბარებას. აბა რას აპირებ? ავეჯა ციხიდან რომ გამიშვებ ნახავ. იცი რა? აი პირველად ხედავ რომ დამნაშავე იხვეწებოდეს, ციხეში ჯამსუთო და პროკურორი უკან ეკაჩებოდეს. ასია საჭირო. მოიხადე ქუდი. კი ბატონო. მოკლედ ცხოვრებაზე ხარ გავრაზებული რასიზა. იქნებ ცისანას მშობლებზეც. თქვენ საიდან იცით? ვიცი. ცისანა იყო თქვენთან. შეიძლება. ქალები. მე მას აუგზალე. ის კი? ის შენზე ჭკვიანია. და რაც მთავარია უყვარხარ. ვიცი, მაგრამ რა თქინდა? მშობლებიც უყვარს. აი ინსტიტუტში რომ არ მოვეწყო, ჩემთან გავლა აუგზალეს. ახლა კიდევ ეს ამბავი. სანამ ციხიდან გამოვალ, დავავიწყდები. შეიძლება გათხოვდეს კიდეს. გათხოვდება და გათხოვდეს ბატონო. გუჯობიძე. იქნებ წელს კიდევ გეცადა და ჩაგებარებ. არაფერი გამოვა. 20 მოვაგროვებ, 21-იანებს მიიღებენ. მეც დაგეხმარები. მოგამცადებ. რა ვიცი, ხელს შეგიწყობ რა, რაღაცით. იმასთან ხომ არა იმ დღეს აქ რომ იყო. რა? სავანელი.
იცნობ არჩილს აღარ? მაგას რომ შენთვის სამიანი დაეწერა, ახლა სტუდენტიც ვიქნებოდი. ალბათ არ გეკუთვნოდა და არ დაგიწერა. არა, ბატონო, არც ხოს უსკდება ცოდნისგან თავი, მაგრამ მაინც მოეწყვნენ. რანაირად? მეც არაფერს ვიტყვი, თორემ მე ვიცი, მე ცილის ამებასაც მომაგერებ და ხაყური დაიმდე რასაც გეტყვი. შენ საქმეს შენ სამსახურში გადაგზავნე და ამ ხანაგურის სასამართლო იმშილებს შენ საქციელზე. ახლა წადი თავისუფალი ხარ. კი ბატონო, თუ თქვენ ასე გინდათ. ნახვამდის. ქალბატონო პროკურორი, მითხარით რა ვინ გთხოვა ჩემ შესახებ? არავის არ უთხოვი. ჯვაბა რატომ ეხმარები? გადი აქედან. კი ბატონო. გათრა. ეხაცა ნახდა. მოდი ეკადრ. აი ეს მივიღე და მითო გიახელეთ. იბრძანდით. შეიძლება ბატონო. დიახ, მოგძანდით. აი ეს უწყება მივიღე და მითო გიახელეთ. გორდეზიანი გახლავთ. გიორგი გორდეზიანი. დიახ. გამარჯობათ, ბატონო გიორგი. გავიცნოთ ერთმანეთი. ნატო ჩოდრიშვილი, ქალაქის პროკურორის თანაშემწე. გიორგი გორდეზიანი, ყოფილი ინჟინერი და ამჟამად პენსიონერი ჩემო ბატონო. დავბრძანეთ, ბატონო გიორგი. თქვენ ალბათ გაგაოცათ ჩვენმა უწყებამ. ჩემ სასაკში კაც უკვე აღარაფერი აღარ აოცებს მომბატონო. თქვენი დახმარებაა საჭირო, ბატონო გიორგი. სიამოვნებით, თუ კი რამეში გამოგადგებით. რამდენადაც ვიცი, თქვენ დიდი ხანი მუშაობდით საპროექტო ორგანიზაციებში. და თქვენი ძირითადი პროფესია არის ხიდების დაპროექტება. თქვენ შესანიშნავად გწოდნიათ ჩემი ავტობიოგრაფია. დიახ, საქმე შეეხება ხიდს. ალბათ იმ დაანგრეულს, ხო? დიახ. კი, მაგრამ მე უკვე დიდი ხანი აღარ მუშაობ და იცით, არიან სპეციალისტები, რომელსაც შეუძლია დაგეხმარო. ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დახმარება, ბატონო გიორგი. გმადლობთ ასეთი ნდობისათვის. მაგრამ რა შეესაბამება? თქვენ ალბათ იცით, რომ ხიდის დანგრევას მოჰყვა დიდი ზარარი და რაც მთავარია ადამიანის მსხვერპლი. დიახ, მოხდა სამწუხარო შემთხვევა. დიახ. აი, გამოძიებით დადასტურდა, რომ ბრალი ამ საქმეში მიუძღვით მშენებლებს. მშენებლებს? დიახ. ალბათ, შეიძლება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო გიორგი? ჩემთვის არავის დაუვალებია ავარიის მიზეზების დადგენა, ასე რომ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ. იყავით თუ არა რითიმე დაკავშირებული ხიდის მშენებლობასთან? არაფრით. და იქნება თქვენთვის ეს ავარია მოულოდნელი იყო? რამდენადმე? რატომ? იცით, არის ხიდის მშენებლობაში ასეთი რკინისებური კანონი. ასეთმა ხიდმა ერთი საუკუნის გამოცდას მაინც უნდა გაუძლოს. დიახ, მაგრამ ხიდი დაინგრა აშენებიდან 8 წლის შემდეგ. სამწუხაროდ ასე მოხდა. და რატომ მოხდა ეს? არ ვიცი ბატონო, მე ფერი არ ვიცი. ბატონო გიორგი, აი, თქვენთვის ნაცნობია აი ეს საბუთი. არა ბატონო. გთხოვთ, გაიხსენოთ ბატონო გიორგი. ცით დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და მე პენსიონერი ვარ და ცით მეხსიერება მღალატობს. თქვენ იცნობთ გერონტი სართანიას? ხო, გერონტის. როგორ არა ბატონო? ჩვენ სასწავლებელი დავამთავრეთ ერთად. ხვდებოდი ხანდახან, დიდი ხანი არ მინახავს. სართანია დაპატიმრებულია? დიახ. რა თქვენ ფიქრობთ, რომ გერონტი დამნაშავეა? შერჯერობით ყველა საბუთი მის წინააღმდეგ ლაპარაკობს.
ესე იგი მას ხანგრძლივ პატიმრობას მიუჯიან? ადვილი შესაძლებელია რომ მიუსჯიან. მითხარით ბატონო ერთი. რით შემიძლია დაგეხმაროთ? აი, ბატონო გიორგი, მიპასუხეთ აი ამ შეკითხვაზე. ვის დასჭირდა აი ეს დასკვნა, რომ ძველ ბურჯებზე შეიძლება ხიდის დაშენება? თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ კითხვაზე მე შემიძლია გაგცეთ პასუხი, ხომ? დიახ, დარწმუნებული ვარ. ახლა მე მაქვს ერთი კონტრშეკითხვა. ძალიან. აი თქვენ საქმეებში ხომ არაა სადმე მოხსენიებული ჩემი გვარი, გიორგი გორდეზიანი? არა, არ არის. ახლა შეიდი მე შემიძლია თქვენ გიპასუხოთ. შემიძლია არ გიპასუხოთ, ხომ ასია? ასია. აი ჩემმა პასუხმა რომ ძირფესვიანად შეატრიალოს ეს თქვენი დაწყებული საქმე. მაშინ თუ ეს აუცილებელია, უნდა შეატრიალოს ბატონო გიორგი. მაშინ დასწერეთ ბატონო და საზგეთქვით. დიახ, გისმენთ. აი ამ ხიდის მშენებლობა დიახ. ჯერ კიდევ ომამდე დაიწყო. თქვენ ეს არც გეხსოვებათ, იმიტომ რომ მაშინ პატარა იყავით. გუნდობდათ მახსოვს იმ ადგილზე ბურჯები იდგა. ხო, აი სწორედ ბურჯები აიგო. შემდეგ ომი დაიწყო და აბა ხიდისათვის ვიღას ეცალა. ხოლოდ აი ამ ბოლო დროს, როდესაც ქალაქის ჩრდილოეთით საცხოვრებელი რაიონი გაშენდა, თვითონ ცხოვრება მოიტანა, რომ ამ მდინარეზე აგებულიყო მესამე ხიდი. ხიდის მშენებლობა დაავალეს ჩვენს ორგანიზაციას და სახელდობრ ინჟინერ მიხეილ ევგენიძეს. ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენების იდეა პრინციპში სარისკოც იყო და მომგებიანიც. ამის დადგენა მხოლოდ ბურჯების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ შეიძლებოდა. როდესაც მხანაგმა ევგენიძემ თავისი პროექტი წარუდგინა ხელმძღვანელობას დასამტკიცებლად, მე მაშინ პარტიის ქალაქებში გამობიძახა მხანაგმა გაბაშვილმა. მე შევამჩნიე, რომ გაბაშვილს რაღაც აეჭვებდა და ალბათ ამიტომ დამავალა შემომოწმებინა როგორც პროექტი, ისე ბურჯები. მე დავწერე რეცენზია, სადაც ვამტკიცებდი, რომ ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნდა, კატეგორიულად მოვითხოვდი ბურჯების დანგრევას და მშენებლობის ხელახლა დაწყებას. სხვანაირად მაშინ მე მოქმედება არ შემეძლო. ეს ჩემი აზრი, როგორც წერილობით, ისე სიტყვიერადაც მოვახსენე ამ ხანაკ გაბაშვილს. გაბაშვილმა მე მომისმინა და ვერსიტუტ მომისმინა და არაფერი არ მითხრა. ზუსტად 2 თვის შემდეგ ამ ხანაკ ევგენიძის პროექტით დაიწყო ხიდის მშენებლობა. ესე იგი თქვენს მოსაზრებას ანგარიშში არ გაუწიეს. სამწუხაროდ ასე მოხდა. რა უნდა მოხდარიყო ბატონო გიორგი? რა უნდა მოხდარიყო? ხო, რა უნდა მოხდარიყო? დიახ. ხანაკ ევგენიძე გაეგზავრა ქალაქში. იქიდან აი ეს ყალბიცნობა ჩამოვიტანა და ხელმძღვანელობა თავისი პროექტის ვარგისიანობაში დაარწმუნა. ბატონო გიორგი, იქნება თქვენ რაიმე ინტერესი გქონდათ ამ ევგენიძესთან? არავით არის ბატონო, არავით არის. მე მაშინ სხვა საქმით იყავი დადირტული. გასაგებია ბატონო გიორგი. აი ერთი შეკითხვა მაქვს. დიახ. რა მოძრაობდა მაგალითად ევგენიძეს? მას ხომ ძალიან უნდა კარგად ცოდნოდა, რომ ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება სახიფათოა. ანდა აი ამ გაბაშვილს, რომელსაც თავის უფლებით თუ მდგომარეობით უნდა განესაჯა მტყუანი და მართალი. ანდა აი ამ ექსპერტებს, რომელთა დასკვნამაც გადასწყვიტა ევგენიძის პროექტის მიღება არ მიღების საკითხი. არ მესმის ბატონო გიორგი ეს. აი ამ კითხვაზე მე პასუხის გაცემა ბატონო ნამდვილად გამიჭირდება. ბატონო გიორგი, მე ამას გეკითხებით როგორც მოქალაქეს, როგორც აქაურ მკვიდრს. კეთილი. ხოლოდ იმის გარეშე. კი ბატონო. როგორც მოგახსენეთ, ძველ ბურჯებზე ხიდის დაშენება დიდ მოგებას აძლევდა სახელმწიფოს. დიახ. ის მის ავტორს უქმნიდა სახელს, დიდებას, დაწინაურებას და დაწინაურდა კიდეც. ხოლოდ რაც შეეხება გაბაშვილს, აი აქ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს. აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, პატრიცემულო ნატო.
ქალაქის ჩრდილოეთ მაცხოვრებლები ყოველ ცისმარე დღეს უჩივიან უხიდობას. თან კიდევ რაღაც საიუბილეო დღეები ახლოვდებოდა, კარგად არ მახსოვს რა იყო. ხო. აბა რომელი ხელმძღვანელი იტყვის ვარს, რომ საიუბილეო დღეებში, დღესასწაულის დღეებში სტუმრები ახალი ხიდით შემოიყვანოს ბატონო ქალაქში და თავი მოიწონოს. თან კიდევ სახსრების ასეთი ეკონომია, მილიონ მონეტებში. აი სწორედ ეს კარგად გამოიყენა ამხანაგმა ევგენიძემ. ქალაქიდან საჭირო დასკვნა ჩამოიტანა და ამხანაგ გაბაშვილის დაყოლიებაც არ გასჭირებია. გასაგებია ბატონ გიორგი. ერთი შეკითხვა მაქვს და დავამთავრებთ. დიახ. აი თქვენ 10 წლის წინათ დარწმუნებული იყავით, რომ ევგენიძის პროექტი უვარგისია. დარწმუნებული გახდით. მაგრამ რატომ არ აღიმაღლეთ ხმა მაშინ, როცა თქვენს მოსაზრებას ანგარიში არავინ არ გაუწია და მაინც ევგენიძის პროექტი დაიწყო ხიდის მშენებლობა? თქვენ მე ძალიან დიდ მისიას მაკისრებთ ბატონო. ბატონ გიორგი, მე ვიცი თქვენ ომში იყავით და ორდენებიც გაქვთ მიღებული. მე არ ვფიქრობ, რომ თქვენ ასე იბრძოდეთ იქ. ომში მე ვიცოდი ბატონო, ვის ვერ ბრძოდი. ჩემ წინ იყო მტერი. მე ის უნდა მომეკლა, მომესპო და გამენადგურებინა. აქ კი მტერს ვერ ხედავდი და ბრძოლაც არ შევეძლო. მაპატიეთ ბატონო გიორგი, თუ გაწყენინეთ. მაგრამ თქვენი ჩვენება ძირფესვიანად ცვლის საქმის ვითარებას. გთხოვთ, წაიკითხოთ და ხელი მოაწეროთ. ქალბატონო, ნატო. დიახ. აი ჩვენ აქ მარტონი ვართ. თუ თქვენთვის ეს საჭიროა, მე შემიძლია უკან წავიყო ჩემი დასკვნა. რადგანაც სათქმელი ითქვა, ახლა ვერც თქვენ და მით უმეტეს ვერც მე უკან ვეღარ დავიხევთ ბატონ გიორგი, გთხოვთ მოაწეროთ ხელი. სწორია. ვერ დავიხევთ. სად არის თქვენი დასკვნა ბატონ გიორგი? დასკვნას, ქალბატონო, ხვალ დილით მოგარდ. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ხვალ დილით აუცილებლად მომიტანეთ დასკვნა. გადადებული ჩემო. ნახავთ, კარგად ძანა. ნახავთ. დიახ. დიდი ბოდიში ქალბატონო. ნაყვამის. გამარჯობა, ჩემო ბატონო. კარგად ძამდები. ვინ იყო ეს? პენსიონერი გორდეზიანი იყო ბატონო. ინჟინერი გორდეზიანი. დიახ. ვისთან იყო? ნატოსთან. დაჯეკ. დაჯეკ. ნუ, ხიდი. დიახ. მე ვფიქრობ, ჩემი სიტყვები გამართლდა. ყველაფერი დაიწყო აი ამ საბუთიდან. აი ამ საბუთიდან. გენათელე ეს საბუთი მე ზეპირად ვიცი. მე ეჭვშემეპარა, რომ ეს საბუთი დაიწერა რომელიმე სხვა საბუთის გასაბათილებლად. რატომ? იმიტომ რომ არის ერთი კაცი, რომლის ჩვენებამ ძირფესვიანად შესწვალა საქმის ვითარება. ვინ არის ეს კაცი? გიორგი გორდეზიანი, ძველი ინჟინერი. ახლა პენსიაზეა. კი, შორიდან ვიცნობ. დიახ. კი ბატონო. კი. კი. მოიცა მე ამის დოკუმენტი არსებობს? დიახ, მოიტანს ხვალ. როდინდელია? დაწერილი 10 წლის წინათ. ესე იგი სწორედ.
დიახ, პარტიის სახალხო კომიტეტის მაშინდელი მდივნის გაბაშვილის დავალებით. პარტიის საქალაქო კომიტეტის. დიახ. აი როგორც ხედავთ, გორდეზიანს გამოუთქვავს აზრი პროექტის გარშემო. მაგრამ მისი სიტყვა დარჩენილა ხმად ღაღადებისა უდაბნოს საშინო. იმარა ჩვენ რაღაც ვაკეთებდით, მე მგონი ჭეშმარიტების დადგენა ჩვენი საქმეა რა. ბატონო ირაკლი, უნდა ვაღიაროთ, რომ გამოძიება თავიდანვე არასწორი გზით წარიმართა. ამაში მარტო ბახტაძეს არ მიუძღვის ბრალი. აი მოწმეთა ჩვენება, ექსპერტიზა, ყველაფერი იქითკენაა მიმართული, რომ როგორმე არ გამოჩნდეს ნამდვილი და მთავარი მიზეზი. და ჩვენც ასე დაბეჯითებით ვეთანხმებოდით ყველაფერში. რა საპირება ხარ? რა თქმა უნდა, გამოძიების თავიდან დაწყებას. კონკრეტულად? კონკრეტულად აი ამათ გამოძახებას და დაკითხვას. გამოსაძახებელ მოქალაქეებია. შენ ანგარიშს თუ უწევრას აკეთებ? მე ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. ერთადერთი? დიახ. აჰა, ესე იგი ერთი გზა გვაქვს მაინც. მიხეილ ევგენიძე, კი ბატონო, ეს მაშინ ხიდის პროექტის ავტორი იყო, მაგრამ დღეს ქალაქის საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარეა. მე ვფიქრობ, რომ ეს პირველი შეცდომაა, რომ ევგენიძე ჩვენ აქამდე არ დავკითხეთ. პირველი შეცდომა. აჰა, ერთი შეცდომაც გვაქვს. ის თბილისელი სპეციალისტები, რომლებმაც დადებითი დასკვნა მისცეს ევგენიძის პროექტს. რომელიმე მათგანი ალბათ აკადემიკოსიცაა ახლა რა? ალბათ. რა გვიჭირს. და სერგო გაბაშვილი. ჭკუაზე ხარ? სავსებით. მართალია მხანაკი გაბაშვილი აღარ მუშაობს ჩვენს ქალაქში, მაგრამ მე მგონი კარგად უნდა იცოდე მისი დღევანდელი მდგომარეობა და თანამდებობა. დიახ, ვიცი. მაგრამ ამ შემთხვევაში ობიექტურები უნდა ვიყოთ. ან კიდევ? ო, დაამთავრე, ან კიდევ რა? ან კიდევ დარჩე ჩვენს პირვანდელ აზრზე. ხოთაშორის ეს გორდეზიანი მათ შეუმთავაზა და მზად არის თავის ახსნა განმარტება უკან წაიღოს. ო, და თუ აქამდე მარტო გორდეზიანი იჩენდა უპრინციპობას, ახლა ჩვენც დავემატოთ. ყოჩახ, კარგ რამეს მასწავლე. ოხ, ნატო. შენ მარტო ამაზე ფიქრო, მე კიდევ იმაზე რა უთხრა ხელმძღვანელებს, როგორ მოვახსენო ეს საქმე. ხელმძღვანელებმა ძალიან კარგად უნდა იცოდნენ. ო, ვიცი ბატონო, რის თქმაც გინდა, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია და სხვა, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც. რა? ბატონო ირაკლი. არსებობს კიდევ რაღაც, რაც არც ერთ კანონში არ წერია, მაგრამ რასაც ანგარიში, ხოლო შენ ახალგაზრდა კი ხარ, მაგრამ არც ისე პირველ რიგში ანგარიში უნდა გაეწიოს სართანიას, რომელიც შეიძლება სრულიად უდანაშაულო ზის 4 კედელს შორის. ვიცი, ერთი თუ კალი ხარ. უდანაშაულო ზის თუ დამნაშავი ეგ ჯერ კიდევ გასარკვევია. შენ იცი რა მოყვება საქმის ასეთ შემოbrunებას, იცი? დაახლოებით. მე კიდე ისევ ხედავ ყველაფერს როგორც ახლა შენ. ჯერ ერთია და ეს დანგრეული ხიდი ყველას თვალში ეჭხირება და ნერვებს უშლის, ხალხსაც და ხელმძღვანელებსაც, შინაურსაც და უცხოსაც. ნახევარი ქალაქი პარალიზებულია, ყველას ერთი სული აქვს, როდის დამთავრდება ეს ჟანდაბა გამოძიება, რომ ხიდის აღდგენა შეუდგნა. 1-2 დღე მაინც ეცლიან ბახტაძის ბრმანაცლავს, ახლა საქმე მომთავრებული გვექნებოდა და იქ სასამართლოს ერკვია, მტკვანი და მარხა. სასამართლო ამ საბუთებით სართანიას ცნობდა დამნაშავედ, ბატონო ირაკლი. ნატო დროალ მობიერება და სენტიმენტალობა განასხვავ ერთმანეთისაგან. გავიგე ბატონო, ხო მესმის, ეს ხანდაზმული სართანია საგანში, მისი ცოლის ვიზიტი, ცრამლები და ყველაფერი ეს საკმარისია, რომ შენის დანახლაპი. გავარდია, ხო. რა იყო? რა გითხარ ისეთ? რაც აქამდე არ მithქვამს. ზეცკისა. ბოდიში ბატონო. მე ბაჯობებდა. ნუ, გაგვანათლე რა აჯობებდა, ნუ. ცოტა რადგანაც ხიდის საქმის გარშემო შემექმნა მე გარკვეული აზრი და მისი შეცვლა ახლა მე არ შემიძლია, კიდევ აჯობებდა რომ თავი დამენებებინა ამ საქმისათვის. თავი დაგენებებინა. მე ვისა აქვს უფრო დიდი თავი. თქვენ ბატონო ირაკლი. მაპატიეთ ბატონო ირაკლი, მე მინდოდა მეთქვა რომ იქნებ თქვენ აგეღოთ ეს საქმე. არა გენაცვალი არა, ასე იოლად თავს ვეღარ დაიძვენ. ხომ ამღურია წყალი, თევზი ჩენ დაიჭირო, ოღონდ იცოდე იმ წყალში ლიფსიტებთან ერთად ლოქო შეხვდება და ლოქომ კბენა იცის.
ნატო ჯანდაბას რაც არის ყველაფერი ამ ევგენიძის დაკითხვით უნდა დამთავრდეს და საერთოდ მოვამთავროთ ეს საქმე. მოვამთავროთ. ნახოთ. ნაგო შველება რა. დაჯექი აქ. დაჯექი. აი რა ხალხი შენ ინცერგის ნოს რა ხარ აუგევლით ხომ? კარგი ბატონო, კარგი. ახლა ის მითხარი, როდის აპირებ? 2 დღეში. რა შეგეკითხე ახლა, რა ზინეპასუხე? მე გეკითხები, როდის აპირებ ამათ გამოძახებას და დაკითხვას? დიახ, მე კრიმინალისტი ვარ და ადამიანის აზრებს ვკითხულობ. 2 დღეში. გმადლობთ, ახლა გავიგე. ნატალია. ნატო. დიახ. ნატო შენი ჭირი მოდი იცი რა. მოდი ეს ერთი საქმე მაინც გამიგეთე. მოდი ამ ევგენიძეს აქ ნუ მომიყვან დაკითხვაზე, მიდი მასთან კაბინეტში და იქ დაკითხე. შენი ჭირი. ბატონო ირაკლი, ეს იქნება პირველი ნაბიჯი უპრინციპობისაკენ. და საერთოდ პროკურატურაში მიცემა, მე ვფიქრობ, არავისთვის არ უნდა იყოს სამარცხინო და გასაგებია მესმის. ევგენიძეს მე თვითონ დავკითხა, ოღონდ მითხარით, როდისთვის გამოიძახეთ და როდისთვის მესმის ხმარა ვარ. ბიჭო. დიახ. ბახვა ფულავა ხარ თუ სიმონადოლიძე. ეს სოციალიზა და მისი მასკვიჩი არ გამაგონოთ, არა დაგატოებინებ მაგ კაბინეტს. დიახ ბატონო. ხო ბაბუ მე ვარ. არაფერი. კი გიყიდე ისიც აქ ორივე აქ არის. მოგიტან ბაბუ მოგიტან. ნუ კარგი ახლა შენ მაკლდი ახლა კიდე მოგიტან რომ გეუბნებ მოგიტან და მიჯერე. მოიცა ახლა კაცო როცა დრო დასაშვალება მექნება მოგიტან ბაბუ რა ვქნა მითხარი რა. ერთხელ ვერ მოხდა ისე რომ სამსახურიდან პირდაპირ სახლში მოვიდე ხან. მოიცა. აი ახლა მოვდივარ და მომაქვს. ხო ახლა ეზოში და მიცადე. კარგი. ისერი და კიჩხიბიდან. გაგიფასეთ ვინმე რამეს თუ მე გაგიყვანენ ბიუროზე მოგაყრავენ საყვედურს და იხსენი 2 წელზე და არა ბატონო ჭუაზე არა ვაჩ არის ეს დიახ ვინა ბატონო ჩემზე არ უთხრა მოიწმინეთ ასული კარგია ხო იმატანინეს კალაკომიტა დიახ გამარჯობათ ლევან ნიკოლაევიჩ სახში ლევან ნიკოლაევიჩ არა 7 საათია უკვე ახლა არა ისე ვიკითხე არა ლევან მოვდივარ ბატონო არ მოვდივარ ახლა მოვდივარ კი ბატონო ჩაბერდი ამ დაწესებული ვარ და ჭკვერა მაინც ვერ ისწავლე სად არის სწავიდა არა აქ არის სახლში ნატო დიახ ბედნიერი ხარ მე კიდე აღმასკომში აეროდრომზე უნდა გავიდეთ სინგაპურის ყრუმუნშტა დელეგაცია ჩამოდის